ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა იმსახუროს მთელის თავის ძალღვივით. თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია. ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემრუობს. შექსპირი ინგლისელია. ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა. მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სწრება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გოეთე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში. თავის თანამოძმეთათვის იბრძოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად. ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზარდა. აღმოაცენა და განადიდა იქამდეს, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშა სადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო, მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა.